მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზა გასაყართან და ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები, სადაც ჩვენ ვცდილობთ მოგითხროთ ყველაზე საინტერესო ადგილები ბიბლიაში, ყველაზე მთავარი პერსონაჟების ცხოვრებიდან. მოგესალმები გიორგი, დიდი მადლობა ამ ციკლის აძღოლისთვის. მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენ თხრობა წინა გადაცემაში დავასრულეთ იმ ადგილას, სადაც საულ მეფე თავის შვილებთან ერთად ბრძოლის ველზე გადის და შემდეგ აი ამ ბრძოლის ველზე წინასწარმეტყველების შესაბამისად სამივენი დაეცემიან და ამის შემდეგ მოდის უკვე უშუალოდ დავითს ეთხრობა, როგორ ბრუნდება ის თავის სამშობლოში. მაშ ასე გიორგი, გავაგრძელოთ აქედან თხრობა, ძალიან საინტერესო თხრობა გველის წინ, იმიტომ რომ დავით მეფე ფაქტიურად უკვე სხვა როლში შემოდის, უკვე მისი მეფობა ასე ვთქვათ, იწყება რეალური მეფობა და საკმაოდ საინტერესოა ეს პროცესიც. გეთანხმებით ამ ანდრია, უბრალოდ ჩვენ სანამ აი ამ დეტალზე ვისაუბრებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალზე ამ გადაცემისათვის დავითი როგორ ბრუნდება იმაში, რა ქვია, თავის სამშობლოში, ჩვენ ყურადღება მივაქციოთ როგორი დავითი ბრუნდება. დავითი ჯერ ფილისტიმელთა ქვეყანაშია, სიღელაკშია, გავახსენოთ ჩვენს მაყურებელს და აქ მოსდის მას ამბავი საულისა და მისი ვაჟების დაღუპვის და ისრაელის დამარცხების შესახებ. საულის დაღუპვის ორი ვერსია წარმოდგენილი წმინდა წერილში, ერთის თანახმად ის თავს იკლავს და მეორეს თანახმად ის თვითმკვლელობას ვერ მოახერხებს და ასე ვთქვათ, მოუსწრაფავენ მას სიცოცხლეს. მისივე თხოვნით მოუსწრაფავენ სიცოცხლეს. თხოვნა უკავშირდებოდა იმას, რომ საული ხედავს დამარცხებულია და ფილისტიმელთა ხელში რომ ცოცხალი არ ჩავარდეს, მას ესე იგი თვითმკვლელობა აქვს გადაწყვეტილი. ძალიან სიმპტომატურია წმინდა წერილის კითხვის დროს, როდესაც თვითმკვლელობამდე მიდის ის, ვინც ამოირჩია თავის დროს ღმერთმა, ის, ვინც სამუელმა წარადგინა ისრაელის წინაშე და ფონი როგორი გვაქვს მამანდრია, იცით, აი ამ ტექსტის კითხვის შინაარსი რა არის, რომ საულის ხვედრი ეს არ არის მეფე პიროვნების ხვედრი მხოლოდ, ეს ისრაელისათვის გაკვეთილია, ისრაელი, რომელიც გადაუხვევს იმ გზიდან, რა გზაზეც ღმერთმა დააყენა, ის თვითმკვლელის მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ ღვთის წინაშე სიარული, იმ ცნებებით ცხოვრება, იმ აზროვნებით აზროვნება, რომელიც ღმერთმა მისცა ისრაელს, ეს ისრაელს ჭირდება. თვითგადარჩენისათვის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის ჭირდება, რომ ისრაელს მტერი ვერ დაამარცხებს. ისრაელი შეიძლება დაამარცხოს ისრაელმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოტივია წმინდა წერილში. სხვაგვარად რო ვთქვათ, აქ ყურადღებას ვაქცევთ იმ დეტალს, რომ აი მე თქვენ გაგახსენებთ, მე ძალიან მინდა ეს პარალელი გავავლო. თავის დროზე, როდესაც ჩვენ მოსე წინასწარმეტყველთან დაკავშირებით საუბრობდით, ერთი ეპიზოდი განვიხილეთ. ეს ეპიზოდი რაზე საუბრობდა? საუბრობდა იმაზე, რომ მივიდნენ აღთქმულ მიწასთან, 2 წელია გასული ეგვიპტიდან გამოსვლაზე, დავზვერეს აღთქმული მიწა, თქვენსო ეს მართლა ბარაქიანი მიწა, მაგრამ ვერ დაიკავებენ ამ მიწას და იქ მთელი ალიაქოთი ატყდა საზოგადოებაში და ერში და ურწმუნოება გამოაჩენს პრაქტიკულად ჩვენ მაშინ ვამბობდით. იცოდნენ, რომ ღვთის სიტყვა იყო ნათქვამი, რომ ჩაგიგდებთ ხელში. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, აქ ხშირად შევხვდებით, ახლა დავითი ღმერთს ეკითხება, ღმერთი არიგებს და მე ბიბლია გვეუბნება, რომ როგორც ღმერთმა დაარიგა, ისე მოიქცა დავითი. კი ბატონო, ამაშია საქმე. იქ იმ ადგილას ჩვენ ვამბობდით ასე, რომ ხას უსვამდით იმას, რომ ისრაელი მაშინ აღთქმულ მიწაზე შევა თავისუფლებას მიიღებს, თუ კი შესთავაზებენ, მაგრამ არ იბრძოლებს ამისთვის. და ბრძოლა რწმენით არის საჭირო, უწინარეს ყოვლისა ფიზიკური ძალის გამოვლენა საჭიროა თავის თავაცხადე, მაგრამ ურწმუნოდ ფიზიკური ძალის გამოვლენა ისრაელს შედეგს არ მისცემს. და იქ ასეთ რამეს ვაქცევდით ყურადღებას, მამანდრია მინდა გავიხსენოთ ესა, რომ აღშფოთებულმა ხალხმა თქვა ასეთი რამე, რომ დავიყენოთო ჩვენი წინამძღვრები და წავიდეთ უკან ეგვიპტისაკენ. და რა მოვიდოდა ამ ხალხს უდაბნოში? როდესაც ერთი წინამძღვარი ყავდა, ამ წინამძღვარს ღრუბლისვეტი მიუძღოდა და ღმერთს ვიყავდა ისრაელი, ასეთი რთული გადასალახავი გახდა უდაბნო.
ახლა თავიანთ არჩეულ წინამძღოლს დაიყენებენ და ყველა ტომი თავის გზით წავა უკან რა მოუვა ისრაელს უდაბნოში თანთქავს მას და მეტი არაფერი ეს რომელი ისრაელია გავიხსენოთ ეს ის ისრაელია რომელზეც მოსე რამდენჯერ თხოვს ღმერთს რომ არ ამოწყვიტოს ეს ხალხი და დაინდოს ეს ხალხი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ღმერთი ისმის მოსეს ლოცვას და ახლა აქ მოსე ნახავს რომ ეს ხალხი რომელიც არ დადის იმ გზაზე რომელ გზაზეც ღმერთმა უთხრა მას უბრალოდ თვითმკვლელია უდაბნოში თანთქავს ღმერთი კი არ თანთქავს არა უდაბნოში თანთქავს მათ ზუსტად იგივე რამ ხდება აქ ისრაელს ამარცხებს მხოლოდ ისრაელი ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე ცდუნება რომ თითი გავიშვიროთ რომ მტერი ძლიერია მტერი არ არის ძლიერი ჩვენ ვართ სუსტი ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი მომენტია დღევანდელობა ძალიან პასუხობს დღევანდელობაზე მაქსაუბარი მამა ანდრია სწორედ იმიტომ რომ ხე წარმოიდგინეთ როგორი სურათია როდესაც მე თიც ვიშვერ და ვამბობ რომ მტერია ძლიერი პასუხისგებლობა მთლიანად გადამაქ ჩემგან გარეთ და ვამბობ რომ აი ის მტერი რო დასუსტება მე გავიმარჯვებ მე ჩემ გაძლიერებაზე არ ვფიქრობ ზრუნავ იმის დასუსტებაზე და მე როგორც სუსტ ძლიერი მტერის დასუსტება არ შემიძლია და რას ველოდები მეორე ძლიერის გამოჩენას რომელიც ახლა ამ ძლიერს დაამარცხებს და მე რა დღეში ვარ ახალი ძლიერის მონახვდები ახალი ძლიერთან ახალი ძლიერი რატო იმიტომ რომ კომფორტულია ჩემთვის ვიღაცამ დამიმარცხოს მტერი აი არა კომფორტულია მე გავძლიერდე და მე დავამარცხო ღმერთი მე რო გავძლიერდე ამისათვის საჭიროა მე ცხოვრების წესი გამოვიცვალო აზროვნების ფორმა გამოვიცვალო შეხედულებებს გადავხედო ჩემს ღირებულებათა და სისტემას მევხედო რაღაცა პრობლემა აღმოვაჩინო ჩემს თავში საზოგადოების შიგნით ხალხის შიგნით უარი თქვა რაღაცაზე უარი კონფორმის ბევრ რამეზე უარი უნდა თქვა სიზარმაცეზე, გაუნათლებლობაზე, უზრდელობაზე, ეგოიზმზე, ბევრ რამეზე უნდა თქვა უარი და საზოგადოება შედგეს და საზოგადოება შეძლოს მართოს თავისი მომავალი. მოდი აქ ვთქვათ, რომ მანამ სანამ ადამიანი საფრთხო განგებულებას როგორღაც გაიგებს, შეიტყობს, ყურს მოკრავს, რაღაც გულში გაევლის, მანამდე აშკარა სიმახინჯეები უნდა გამოასწოროს თავის თავში, აშკარა ვნებები უნდა დათრგუნოს იმისათვის რომ ადგილი გაჩნდეს საფრთხო სიტყვისათვის, იმიტომ რომ როგორც ხმაურიან გარემოში ფრთხილად და ჩუმად ნათქვამის სიტყვა არ მოისმინება, სანამ არ ჩაეხშობა აი ეს ხმაური, ისე ადამიანის სულშიც ღმერთი არ ძალადობს ფრთხილად და შენი ნების დაცვით მიგანიშნებს, მაგრამ არ გესმის, იმიტომ რომ ისეთი ამბავია შენ სულში და გონებაში, რომ ამისთვის არ რჩება ადგილი. და ვიდრე ადამიანი ამებს არ გადალახავს, მანამდე საფრთხო განგებულსაც ვერ მიხვდება და აი ასეთ ალიაკოთში უწევს ცხოვრება. ეს გზა აქვს ალბათ გასავლელი ადამიანს იმისათვის, რომ შემდგომში მე ერთობაზეც იზრუნოს, საფრთხო განგებულებას მისდიოს, გამოიკლიოს ეს და ძალიან საინტერესო გამყარებული ამით. ძალიან საინტერესო რამეს ამბობ მანდრია ვინაიდან ხო ცოტა სიტყვა კი გაგვექცა, მაგრამ სამ თემას უკავშირდება მაინც რომ ქრისტიანული ასკეზურ გამოცდილებაში ქრისტიანულ ასკეტურ ლიტერატურაში ძალიან ხაზგასმულად ხდება თემა აი ამ სიმშვიდის შესახებ. აი მაცხოვარი ერთ-ერთ ნეტარებას მშვიდს განუკუთვნებს, იმიტომ რომ სიმშვიდე არის ის რომლის შედეგადაც ადამიანი ისმენს ღმერთისას, სანამ შინაგანი სიმშვიდე არ იქნება მოპოვებული, ეს ხმა არ ისმის. ჩახშობილი არის. განა არ გეუბნება, მაგრამ არ გესმის. არ გესმის, ამიტომაც ძალიან საინტერესოა, რომ პირველი ნაბიჯი, აი დაცემისაკენ მავალი, აი სტრუქტურულად წარმოვიდგინოთ, პირველი ნაბიჯი ეს არის, როდესაც გული არის გაუგუნურებული. უგუნური გული როაქვს. მერე იწყება გულმა ვიწყება, მერე იწყება გულის გაქვავება, მერე იწყება გულის სიყრუე, ანუ ეს ეტაპები არის, რომელიც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ადამიანი ცილდება იმ მაცხონებელ და იმ სანეტარო ხმას, გზას, აზროვნებას, რომელიც მისი ბედნიერებისთვის არის განკუთვნილი. ეს ასეა საზოგადოებაშიც. საზოგადოება, რომელიც არ არის მიმართული ურთიერთმშვიდობისაკენ, ურთიერთპატივისცემისაკენ და არის სულ შფოთი, არის სულ მტრობა, არის სულ გაუტარლობა, იქ არის მის გონიერი სიტყვა, ან ისმის და არ ისმინება. ეს უნდა იცოდეს ისრაელმა.
ისრაელმა უნდა იცოდეს საულის მაგალითი ეს ისრაელისთვის მაგალითია. ისრაელს მხოლოდ ისრაელი აჯობებს. საულს მხოლოდ საულმა აჯობა. საულმა დათრგუნა თავისივე მეფობა. გამოგლიჯაო შენ ღმერთმა მეფობა დღესა სხვას მისსაო ის ეტყვის თავის დროზე სამუელი. ეს ორი ვერსიაც საულის სიკვდილისა მან მოახერხა თვითმკვლელობა თუ ვერ მოახერხა და ვიღაცა მოუსწრაფა სიცოცხლე. თავის თავში გულისხმობს ამ დეტალსაც, რომ ასე ღვთისაგან მოცემული მცნებები თუ არ იცხოვრებ, შენ ყველა შემთხვევაში შენი აზროვნება იქნება მთხოვნელი ვიღაცისა დაგეცეს და მოკლას, ვინაიდან იმასაც კი ვერ ახერხებო შენი თავი მოსმა. იმდენად უსუსური, იმდენად გაუსაცილო მდგომარეობაში ხდები. აი ეს ორი ვერსია, რომელიც წმინდა წერილშია წარმოდგენილი, ერთის თანახმად საულს მიზანში ამოიღებენ მშვილდოსნები, ფილისტიმელი მშვილდოსნები და მძიმედ არის დაჭრილი, ხედავს მისკენ მოდიან ეტლები და საული შუბს დაეგება, ჯერ საჭურვად თავს თხოვსო მოკლას და ის ვერ გაბედავს და ხელს ვერ აწევს უფლისწყებულზე და თვითონ დაეგება შუბზე და მოკვდება. და მეორე ვერსია, რომელიც ცოტა მოგვიანებით გაჟღერდება და კონტექსტი ვნახოთ აი ამ მეორე ვერსიისა. დავითთან მოდის ვიღაცა ამალეკელი ხიზანი, რომელიც გამოქცეულია ომიდან, ტანისამოსი აქვს შემოგლეჯილი და მოირბენს მეფე დავითთან. ომის ამბების საუწყებლად. თავისთავად ცხადია, დავით სხვა წყაროც ექნება იმისა, რომ გაიგოს რა მოხდა ფილისტიმიასა და ისრაელს შორის ამ სამხატვრო დაპირისპირების შედეგად, მაგრამ ჩანს დავითთან მაყურებელს შევახსენოთ, რომ ამ დროს დავითი ფილისტიმელებში ცხოვრობს ქალაქ სიკელაგში და როდესაც მიდიოდა ეს ჯარი, ლაშქარი მიდიოდა საულთან საბრძოლველად, დავითიც აპირებდა წასვლას. მოდმერე მათ თვითონვე თქვეს უარი, რომ დავითის ჩვენთან ყოფნა არ შეიძლება, იმიტომ რომ შესაძლოა გვიღალატოს. ეს იყო ძალიან დიდი საჩუქარი დავითისთვის. რა თქმა უნდა, ხო, ალბათ ესეც საოცარი რამე არის, დავითს გამოუვალი მდგომარეობა ჰქონდა, უნდა წაყოლოდა მათ თუ რა იყო, როგორ მიდიოდა ამ ომში, თქვათ, თავისი ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ ბიბლია ამას გვეუბნება, რომ თვითონვე დატოვეს დავითი. ხო, თავისთავად ცხადია დავითი თავის ისრაელის წინააღმდეგ მახულს არ გაეშიშლებდა და ფილისტიმელებს მოუტრიალდებოდა. სწორად მიხვდნენ. ხო, არ უნდა წაეყვანოს დავითს. კი ისევე როგორც მაცხოვრისას ისმენენ და ეუბნებიან, რომ შენ კეთილი საქმეებისთვის კი არ მდევნი თუ არამედ თავი ღმერთის სწორად კი ყოფიეს, მიხვდნენ, რომ ვისაც ელაპარაკებოდნენ, ზუსტად იცოდნენ. მაგრამ უბრალოდ არ მოსწონდათ, არ უნდოდა და არ მიიღეს მორჩა და გათავდა. ხო, გავაგზავნოთ ხრობას. დავითთან მოდის ეს კაცი და ეუბნება ეს კაცი მოდის და თან რაშია საქმე დავით საულის სიკვდილის შესახებ. ხო, მაგრამ ეს საქმე რაშია, როგორც გითხარით, თავის წყაროები აქვს, შეიძლება, მაგრამ ეს კაცი ჩქარობს აშკარად, ასწრებს ყველა წყაროს მოსვლას. უნდა ახაროს რაღაც. ხო და ტანისამოს შემოგლეჯილი და დავითი უყურებს და საიდან მოდიხარო და აი ომიდან მოდივარო გილბოა ყირთაზე მოვხვდიო. და ვნახეო საული და მისი სამი ვაჟი მახვილით განგმირული. ეს დავითისთვის რა ვიცი რაღაცა ძალიან დიდი საშინელებაა. ვინაიდან საულის სიკვდილი კი არ არის აქ მარტო. იონათანის სიკვდილი, ეს პირადი ტრაგედიაც არის, არა, ისრაელი დამარცხდა. თუმცა საულსაც გლოვობს თავისთავად ცხადია, ჩვენ ამას უნდა მივაქციოთ აუცილებლად ყურადღება. თავისთავად ცხადია, მაგრამ აქ საინტერესო ის არის, რომ აი წმინდა წერილში რაც ჩანს, მამაგანთია კარგად დაუწყებს დავითი გამოკითხვას. და ის ეუბნება, რომ ხედავდიო საული როგორ ძიმე მდგომარეობაში იყო, მე როგორ თხოვდა საული, რომ მოეკლა და მივხვდიო, რომ არ გადარჩებოდაო და მოუკალიო საული. მაგრამ აქ არ ჩერდება ეს კაცი. ამ კაცს, რომელსაც სამოსელი შემოგლეჯილი აქვს და თითქოს და ტრაგიკულ როლს თამაშობს ისრაელის მარცხთან დაკავშირებით, ამ კაცის ხმაში ისმის ერთგვარი ზეიმურობა, მოხსენიო გვირგვინი და სამაჯურები და მოგართვიოში. დავითი ამ კაცში ხედავს კარიერის, რომელმაც სამაჯურები და უბრალოდ საულის ბრძანება კი არ შეასრულა. ის აქცენტს აკეთებს ამაზე, რომ ის საულს კლავს მეფის ბრძანები და არა იმიტომ, რომ გაბედა მეფეს ახალისაწევა. მაგრამ სამაჯურების მოხსნა, გვირგვინის მოხსნა და დავითთან ამის მორბენა მას მინდა ავალა.
დავითი უყურებს ამ კაცს და დავითი რო გაიგებს ამ ამბავს, შემოიგლებს სამოსელს და დაიტირებს საულს და დაიტირებს იონათანს. დაწყევლის მთას, რომელზეც დაეცა, წვიმა და ცვარი არ გენახოთ, თქვენ როგორი ვაჟკაცები მოიწყლავთ თქვენს იმას. იონათანს დაიტირებს, როგორც თავის ძმას, რომელიც ძალიან უყვარდა, რომლისოდაც აი ვერ წარმოედგინა რა შეიძლებოდა ეკეთებოდა, ძალიან უყვარდა დავითს იონათანი. ისრაელის ასულებს ტირილს განუგებს დავითი, ხოლო გეთზე ამბობს, რომ არ გააგონათო გეთის ასულებს, არ იმხიარულონო ამის გამო. და ტირის დავითი და გამწარებულია და მის გარშემო მყოფები უყურებენ დავითს და ვერ ბედავენ რაიმე სხვა რამის გაკეთებას, ვინაიდან მეფე ტირის ისრაელის მარცხზეც, მაგრამ საულის სიკვდილზე ტირის, ვაჟკაცების სიკვდილზე ტირის, იონათანის სიკვდილზე ტირის. და ყველაზე გაუგებრად არის ეს ამალეკელი ხიზანი, რომელიც ახლა ელოდება ამის წილ რაღაცას ელოდება დავითისგან. გიორგი, აქ თუ შეიძლება შეგაწყვეტინებ, მინდა რა უბრალოდ იმ კონტექსტში გადავიტანო ეს ყველაფერი, რომ დავითი გზაგასაყარზე არის. დავითი დავითს მტრობს საული. დავითი დევნილი არის, რაღაც კონკურენცია დაინახა საულმა და ანუ პირადი სიძულვილი უნდა კონდეს საულისადმი. და ამ დროს დავითი საულს უყურებს არა როგორც პიროვნებას, არამედ როგორც უკვე ღვთისაგან დადგენილი ინსტიტუციის სახეს. და მისი არჩევანი რა არის? როგორც რაღაცა პატარა ადამიანმა, სულმოკლე ადამიანმა იხაროს იმით, რომ იხსნება გზა დავითის რეალური მეფობისთვის, თუ დაინახოს ამაში ტრაგედია, რომ მეფე ღვთისაგან ცხებული დაეცა ესე ტრაგიკულად. და აი სულიერი გზაგასაყარი დავითის აჩვენებს, რომ ძალიან დიდი ადამიანი არის ის არ უყურებს როგორც რაღაცა პიროვნული ქიშპობა, როგორც პიროვნული დაპირისპირება და კონკურენცია, არამედ განიხილავს ამას როგორც ისრაელის ისტორიაში რაღაცა მნიშვნელოვანი მოვლენა და როგორც ტრაგედია. კი, ასეა ნამდვილად ეს დავითის შინაგან სამყაროს კიდევ უფრო სახელოს ხდის და კიდევ უფრო სამაგალითოს ხდის ჩვენთვის, ვინაიდან ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან მაგალითს ხედავთ აი დავითის შემთხვევაში. დავითი არ არის ის, ვისაც სძულს. დავითი არის ის, ვისაც უნდა ღვთისმსახურება და ღვთისმსახურებაში ვერ შეიძულებს. ღვთისმსახურებაში მიყვება იმ მოვლენებს, იმ აღასრულებს იმ მსახურებას, რასაც ღმერთი ახვედრებს ის. აი ახლა აქ დავითი, რომელიც ძიმე ტრაგედია დაღიქვავს ამას ყველაფერს, იმდენად ელდაეცა, იმდენად შეიცხადა, იმდენად გამწარდა დავითი, ცოტა ხნის წინ რაც იცოდა კიდევ იმას ეკითხება ამკაც, ვინ ხარ? სადაურიხ. ხო იცის დავითმა, არა, კიდე რაღაცნაირად თითქოს და თავი გამოიფხიზლა დავითმა ახლა. და ეუბნება, რომ ამალეკელი ხიზანი არის ის და იმ გამოირბინა და ეს მოართვა დავითს ეს ყველაფერი. დავითმა ცოტა ხნის წინ ამალეკელების წინააღმდეგ ომი აწარმოა, რომელმაც ქალაქი დაურბიეს და იმას აკნეს და ამის ხსენება დავითს კიდე უფრო, ასე ვთქვათ, აძლევს სტიმულს თქვას ის რაც თქვა. მხოლოდ იმიტომ რომ გაბედე უფლის ხებულზე ხელის აღმართვა და ფიქრობდი რომ აქ რაღაცა სასიხარულო ამბავი მოქონდა ჩემთან. შენ თავზე იყოს შენი სისხლი და დამნაშავე ხარ შენ აი ამ შენ მოქმედებაში და დავითის ბრძანებით ის განგმირული იქნება მახვით. ზოგადად წმინდა წერილში ჩვენ მე ამას კიდე ერთხელ აღვნიშნავთ, არაერთხელ აღვნიშნავთ, უბრალოდ წმინდა წერილში საინტერესო ხაზია. მეფის მკვლელი აუცილებლად მსგავსი სასჯელით ისჯება.
მეფის კვლელზე ზოგადად ეს ის მახვილი აღმართოს მახვილი თვე დაეცემა ეს ასია მაგრამ ახლა ბიბლია ხო ყველა იმაზე არ ილაპარაკებს თავარ ხას მისდევს ხო და ამ თავარ ხასში ნუ სამეფო ისტორიის დროს თავის თავაცხადია მეფეებს აკეთებს ეს აქცენტს და ბიბლიაში ჩვენ ვერ ხვდებით აი მეფეზე ხელის აღმართველს რომ ის იყოს რა ქვია ასე თქვა ეპატიოს ეს ყველაფერი არ აქვს მნიშვნელობა ეს მეფე როგორი იყო არ აქვს ამას მნიშვნელობა წმინდა წერილი გვეუბნება ასეთ რამას რომ გალაადის მაცხოვრებლები ძალიან დიდ ვაჟკაცობას გამოიჩენენ კერძოდ ისრაელის მარცხი გულისხმობდა იმას რომ ჯარი დაიფანტა და ძალიან დიდი ტერიტორია რომელიც ღრმად არის იუდას იმაში შესული აქედან ბევრი აიყარა გაიქცა და ფილისტიმელები ჩასახლდნენ მოგვიანებით და მოხდა ისე რომ ფილისტიმელებმა როდესაც მეორე დღეს დაიწყეს ძარცვა ბანაკის ძარცვა და ალაფის შეგროვება ბრძოლის ველზე საულის იონათანისა და სამეფო ოჯახის ცხედრები რომ ნახეს უპატიოდ შეურაცხესის თავები დააჭრეს აბჯარი აყარეს გვირგვინი და სამაჯურები მეფეს არ აქვს ის დავითთან არის წამოღებული ესე ძალიან სიმპტომატურია რომ ეს გვირგვინი ისრაელის გვირგვინი ფილისტიმელებს ხელში არ ჩაუვარდათ საული ჩაუვარდათ ხელში მაგრამ ისრაელის გვირგვინი არა საული უგვირგვინო მეფის გვამი წაიყო მტერმა თორე გვირგვინიანი მეფე დარჩა ისრაელში მაინც ხო ისრაელისათვის ის ფიზიკურად ახლა ჯერ არ არის მაგრამ შინაარსობრივად ეს ასია და ეს აბჯარი აშტაროთის ტაძარში დაალაგეს სხვენი როგორც ალაფი წამოღებული ბრძოლის ველი და რომელიც თავიანთ ღმერთს მისცეს და შესწირეს და ეს გვამები მიაჭედეს ქალაქის კედელზე ნიშნად ძლევისა და ნიშნად იმისა რომ ისრაელმა მაბატით ფილისტიმელებმა სლიეს ისრაელს აი გალაადის მაცხოვრებელმა იაშბეშის მაცხოვრებლებმა რამდენიმე ადამიანმა დელეგაციით შეძლო ამ გვამების მოპოვება წაიღეს დაწვეს ეს გვამები შეურაცხყოფ იყო გახწნილი იყო უკვე ძლიერ და სანამ ასე ვთქვათ მიაბარებდნენ თავის განსასვენებელს დაწვეს ამის გამო ძვლები დამარხეს და 7 დღე მარხულობდნენ საულისა და მისი ოჯახის გამო ეს ამბავი ეცნობება დავითს და დავითისათვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი რაც გააკეთეს გალაადის მაცხოვრებლებმა გალაადს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ არის მდინარის გაღმა ტერიტორია ტრანსიორდანიის სივრცე და აი სწორედ აქედან ეს ძალიან ენიშნება დავითს რატომ ამას ცოტა ხანში ვიტყვით დავითმა ჩაატარა სამხედრო წვრთნები თავის იმ ჩარში რომელიც მას ექვემდებარება ვინაიდან ის უკვე გეგმავს აქტიურ ქმედებაზე გადავიდეს ის უკვე უნდა წარდგეს როგორც ცხებული უფლისა ისრაელის წინაშე ამისათვის დავითმა მთელი რიგი რაღაცა ნაბიჯები უნდა გადადგას პირველი რასაც აკეთებს დავითი ეს როგორც თავის დროზე გაწინასწარმეტყველმაც უთხრა არის ის რომ იუდას ტომის უხუცესებს უგზავნის ასე ქვია რაღაცა ძღვენს და ეუბნება რომ რასელოდებიან ხელი შემშლელი აღარაფერია იმისათვის რომ დავითი იუდას ტომისათვის დავითის ჩამოსვლა ეს არის არც მეტი არც ნაკლები ისრაელის ისტორიაში ახალი ფოცლის დაწყება ეს არის რაღაცა კოლოსალური მნიშვნელობის მოვლენა რატო იუდას ტომისათვის ვამბობ რატო იმიტომ რომ ამ შემთხვევაში იუდას ტომს უკვე აქვს ყველანაირი საშუალება ეფრემის ტომს რომელიც პირველობდა მთელი საუკუნეების განმავლობაში შემდგომ ბენიამინის ტომს საიდანაც საული იყო და პირველი ტომის ის ქონდა რა ქვია სახელი ქონდა გავარდნილი ისრაელში გადახედოს საკმაოდ ისეთი მაღალი სიმაღლიდან და თქვას რომ იუდას მეფე ყავს ახლა განსხვავებით ყველა სხვა ტომისაგან და დავითის ჩამოსვლა ძალიან დიდ ღირსებას წარმოადგენს იუდას ტომისათვის. დავითი აქ ჩვენ თქვათ რომ ბიბლია გვეუბნება რომ დავითმა კითხა ღმერთს ჩავიდე თუ არა. ეს არ ჩავიდე.
ხო? და იღებს პასუხს. ამის მიხედვით მოქმედებს. კი, საოცარი გეთახმებით. ძალიან მნიშვნელოვანია მართლა მამანდრევინიდან დავითი მზადაა, მაგრამ უღმერთოდ არა. აი ღმერთი რო ეტყვის, სწორედ აი ისე მოიქცევა დავითი. როგორ ეტყვის და რანაირად ჩვენ ვიცით, მღვდელმთავარია ეფოდი აქვს მასთან და ასე ვთქვათ, ეს სამღვდელმთავრო შესამოსელი და ეს რაღაცა დეტალებთან ერთად არის დავითთან წარდგომილი მღვდელმთავარი და შესაძლებელი აქედანაც ხდება გამოკითხვა. არ არის გამორიცხვა ყოველ შემთხვევაში. აი ეს ამის კვლევა წარმოუდგენელია და შეუძლებელია პასუხი. ხო, წინა გადაცემაში ვისაუბრეთ რა შეიძლება ყოფილიყო ვერსიები არსებობს. ახლა აღარ დავაბრუნდეთ მაგას უბრალოდ გამოუკვლეველიც არის ახლა ბოლომდე დადგენილი მეცნიერულად არ არის ესეთ რამე. დავითის ჩასვლა იუდაში მოხდება ქებრონში მისვლით. ქებრონში დავითს მეორეჯერ სხებენ მეფედ. 7 წელი და 6 თვე იმეფა დავითმა იუდას ტომს. ეს არის ძალიან საინტერესო ეპოქა ისრაელის ისტორიაში, როდესაც მეფე არის ისრაელში, მაგრამ მისი ძალაუფლება ვრცელდება მხოლოდ ერთი ტომის ფარგლებში. დავითი ამას ხედავს, დავითი ამას უყურებს და დავითი როგორც მომავალი მეფე გაერთიანებული ისრაელისა, ჯერჯერობით ეს მხოლოდ იუდას დედაქალაქშია, ქებრონშია წარმოდგენილი, იღებს გარკვეულ ზომებს და ეს ზომები უკავშირდება იმას, რომ უწინარეს ყოვლისა ტრანსიორდანიაში აგზავნის გალაადის მაცხოვრებლებთან მოკითხვას, აქებს მათ იმ ვაჟკაცობისათვის და იმ ერთგულებისათვის, რაც საულის და მისი სახლისათვის გამოიჩინა ამ ხალხმა და ასევე ამ ცნობებს, რომ ახლა ის ჩამოსულია იუდაში და ქებრონში არის გამეფებული და შესაბამისად ეს არის ინფორმაცია ტრანსიორდანიისათვის იმისოდ, რომ ის მეფე, რომელიც დაკრძალეს, ახლა ახალი მეფეა ტახტზე და ამ მეფეს მიაქციონ ყურადღება. ეს გზავნილი გალაადის მაცხოვრებლებისათვის ბევრ რამეს უნდა ნიშნავდეს. პირველ რიგში უნდა ნიშნავდეს იმას, რომ საულის სახლის პატივისცემა დავითისაგან მადლიერებას იწვევს და არა სიტყვაზე ვთქვათ დაპირისპირებას, როგორ გაბედეთ თქვენ ჩემ მტერს, ასეთი პატივი ეცით. პირიქით, მადლიერია დავითი ამისა. გახსოვთ სამუელი, როდესაც ჩავიდა ბეთლემში და სამუელი სანამ შევიდა ბეთლემში, შეეკითხნენ, მშვიდობით არის შენი ეგე მოსვლა მხილველო, ანუ რომ მოხვედი მშვიდობით მოხვედი, იმიტომ რომ თუ ახლა სამუელი რაღაცა ისეთი რამისთვის არის მოსული, რაც საულს არ მოეწონება, საული უბრალოდ ბეთლემს არ დაინდობს. უბრალოდ არ დაინდობს ბეთლემს ისე როგორც ჰეროდემ არ დაინდო თავის დროზე და ამოწყვეტა შვილები. ხო, უბრალოდ იმას ისავს, ცეცხლით მოწავს იქაურობას. შესაბამისად, ტრის მიღების, ტრის შეწყალების, მანდამ ტრის მიუღებლობის და მისგან განდგომის დეტალები ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაშინ. და გალაადის მაცხოვრებლებს ეს დამოკიდებულება უნდა ენიშნოთ, რომ დავითი აქებს მათ საქციელს, ანუ წინააღმდეგობაში კი არ არიან, ისინი დავითთან აბსოლუტურ ჰარმონიაში არიან, მენტალურ ჰარმონიაში არიან, იმით რომ საულის სახლს ასეთი პატივის ეს, ამით ისრაელს ეს მათ პატივი და თავიანთ სამეფოს ეს ამით მათ პატივი. თუმცა დავითი კი აგვარებს აქ პრობლემებს, და სურს ამის გაკეთება, მაგრამ დავითს აქვს ერთი ძალიან დიდი პრობლემა, ეს არის ისევ და ისევ საულის სახლი, სადაც ყავს ჩვენ საოცარი მხედართმთავარი საულისა აბენერი, ეს პიროვნება ჩვენ თავის დროზე ვახსენეთ, ეს არის ის, რომელსაც დავითი გადმოსახებს თავის დროზე, როდესაც დავითი შეიპარება და შუბს და გოვზაკს მოპარავს საულს, მციდარეს საულს და არ მოკლავს, ეს მეორე შემთხვევა იყო, როდესაც დავით შეეძლო საულის მოკლა და გავა პანაკიდან გაიპარება და ხევის გამოხმა გადმოსახებს აბენერს, სიკვდილის ღირსი ხარო შენ, რადგან მტერი იყო, კაცი იყო შემოსული პანაკში მეფესთან და შენ კი გეძინაო. როგორ გაბედი და როგორ არ ფხიზლობდი მაშინ, როდესაც მეფე იმის წინაშე იდგა, გასასწრელის წინაშე იდგა. ეს აბენერი დავითისაგან კი იყო საყვედრებელი, მაგრამ აბენერი ძალიან დიდი ვაჟკაცი და მართლა საულისავით ძალიან დიდი პატრიოტია თავისი ქვეყნისა და საოცარი ადამიანია და ჩანს წმინდა წერილიდან აშკარად ჩანს, რომ აბენერს ისრაელში ძალიან დიდი ავტორიტეტია. და დავითი ძალიან დიდ პატივს. დავითი ძალიან დიდ პატივს მიუხედავად აი ამ რაღაცა
ლოკალური კონფლიქტისა, რომელიც უფრო მხილება იყო დავითის მხრიდან და არა სიტყვაზე თქვა მისი პიროვნების შეურაცხყოფა და მისი ღირსების ხელყოფა და დავითს არ გაუკეთებია თავის თავაცხადია. აი ახლა ამ შემთხვევაში აბენერი დავითის პოლიტიკის აშკარა წინააღმდეგი გამოდის, როდესაც ის ასეთ რამეს გააკეთებს. საულს კიდე ერთი შვილი დარჩა, რომელიც ომშიც კი არ წაიყვანა. და რომელიც ყველაზე ნაკლებ სავარაუდო კანდიდატი შეიძლება ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ კი საული თავის შვილებთან ერთად არ დაიხოცებოდა იმის საქმეა ბრძოლის ველზე. რაღაც ეს ძალიან სუსტი პიროვნება, ნაკლები უნარჩვევებით, ნაკლები შორს მხედველობით სახელმწიფოებრივი აზროვნებასაც ჭირდება. არ აქვს ის ნიჭი, არ აქვს ის უნარჩვევები, რომელიც თქვათ ისრაელის მეფეს უნდა გააჩნდეს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის, უბრალოდ საულს სხვა არ აყავს დარჩენილი და იშბოშეთს გაამეფებს აბენერი, როგორც საულის მემკვიდრეს და მთელ ისრაელს, მახანაიმში, მთელ ისრაელს, ასე ვთქვათ, დაუქვემდებარებს საულის ძეს. ანუ დავითი, რაც არ უნდა დიპლომატიური საწარმოოს მოლაპარაკებები და დიპლომატიური ნაბიჯები დგას ისრაელის გასაერთიანებლად, აბენერი, საულის ხედავთავარი, მაინც მისი ერთგვარი დაბრკოლება ერთგულებს საულის საგს და დავითი ამიტომაც 7 წელი და 6 თვე იძულებულია მხოლოდ იუდაზე მეფობდეს და მისი მეფობა ისრაელის ტერიტორიაზე მთელ სივრცეზე, მთელი მასშტაბით ვერ გაიშლება. ამ პრობლემის მოგვარებას ცდის ერთი პიროვნება, რომელიც ახლა უნდა ვახსენოთ, ისიც მხედართმთავარია, მაგრამ დავითის მხედართმთავარია, ეს გახლავთ იოაბი, რომელიც ასევე ძალიან ავტორიტეტული გახდება ცოტა ხანში, ის ძალიან დიდი ავტორიტეტის მქონია ახლაც უკვე, მაგრამ მხოლოდ ასე ვთქვათ ამ იუდას სივრცეში, იუდას ტომის სივრცეში, მაგრამ მოგვიანებით დავითის აღზევებასთან ერთად, როდესაც დავითი მთელ ისრაელზე განამტკიცებს თავის მეფობას, იოაბის ავტორიტეტი იქნება განუზომელად დიდი. განუზომელად დიდი, ჩვენ რამდენიმე ეპიზოდსაც ვნახავთ ბიბლიაში, როდესაც იოაბი ისეთი რამის უფლებას აძლევს თავის თავს მეფის წინაშე, რომელსაც ვერავინ ვერ გაუბედავდა. ერთის მხრივ იოაბი, მეორეს მხრივ აბენერი, ეს ორი ძალიან დაპირისპირებული ერთმანეთთან პიროვნება, პრინციპში რაღაცა ტრაგიკულ სურათს გვიქმნიან მერე უკვე მივადექით მაგ საკითხს. იმიტომ რომ ორივე ძალიან დიდია მართლა და ორივე ძალიან ძლიერია, ძალიან გამოცილია, ძალიან ნიჭიერია, ძალიან მაგარი მხედართმთავარია ორივე. და პრაქტიკულად აქ ისრაელის პრობლემა კიდევ ერთხელ იკვეთება, რომ მეფეს, ოდესაც ორი ასეთი მხედართმთავარი ყავს, ხომ თითქოს და მეფე უნდა ეყრდნობოდეს რაღაცნაირად აი ამ ძლიერი დავითის შემთხვევაში დავითი ვერ ეყრდნობა ვერცერთს. ის დაპირისპირება, რომელიც იოაბსა და აბენერს შორის დაიწყება, თითქოს და დავითს მიუთითებს, რომ შენი საყრდენი ვერცერთი ვერ იქნება აქ. ხო, იოაბი მაინდა-მაინც არ ემორჩილება დავითს ამ ეტაპზე. საკმაოდ თამამია. მეფისათვის საკმაოდ თამამია. პრინციპში ესეთი დადებითი პიროვნებაა, მაგრამ ის ერთგულებს და ესე ხედავს ერთგულებს საულის არა მარტო საულის, მთელ სამეფოს, ვინაიდან დავითი მისთვის ამ ეტაპზე არაკანონიერი ხელისუფალია. ხო, მისთვის კანონიერი ხელისუფალი არის საულის ზე უფლისული. ხო, საკმაოდ გასაგებია აბენერის ისიც. მაგრამ პრობლემის გადაწყვეტის, ასე ვთქვათ, მეთოდებს თავისთავად ხელში იოაბი იღებს, ოდესაც ის აბენერს გამოიწვევს საბრძოლველად და ისრაელში იწყება სამოქალაქო ომი. ამ ომის იმისათვის, რომ ეს ომი არ გაღრმავდეს, ეს დაპირისპირება არ გაღრმავდეს, მოილაპარაკებენ 12 კაციანი მცირე რაზმის შექმნას, ანუ ფალავნების იმას აქვია შერკინებას და გამარჯვებულ მხარეს დარჩებოდა, ასე ვთქვათ, უპირატესობა. იძლია აბენერის რაზმი, იოაბის, ანუ დავითის ხედავთავრის რაზმა აჯობა და ახლა რა უნდა იყოს მოლაპარაკების თანახმად ამ ტერიტორიას უნდა გაეცალოს აბენერი და ამ ტერიტორიაზე თავისი ძალაუფლება უნდა განავრცოს დავითმა. ასეც არის აბენერი გაეცლება ამ იმას. მაგრამ იოაბი არ გაეცლება აბენერს, დაედევნება და აი აქ წმინდა წერილი ამას ხაზგასმით ამბობს, რომ სისხლის ზღვა, რომელიც გაგრძელდა და გაღრმავდა, ეს არის არა იმის გამო, რომ აბენერი იცავს
კანონიერი მემკვიდრის უფლებებს, არამედ იმიტომ, რომ იოაბისათვის აბენერი აბსოლუტურად მიუღებელია მაშინ, როდესაც უკვე დავითია მეფე იუდაში. აბენერი ეს არის ის, რომლის შემთხვევაშიც იოაბი თავს ვერ გამოიჩენს ვერანაირად. ის ყოველთვის მიჩნილში იქნება. შეიძლება იოაბი არანაკლები ნიჭით არის დაჯილდოვებული, არანაკლები ვაჟკაცია, არანაკლები მეომარია აბენერთან მიმართებაში, მაგრამ აბენერის ავტორიტეტი რომ მოიპოვოს ისრაელზე, მას დიდი დრო და დიდი ისჭირდება, რა ქვია, ბრძოლა ჭირდება ამისათვის. ამიტომ აბენერი მის ჩვენ მე შემდგომში ვხედავთ, რომ აბენერი დავითს თავაზობს უკვე, რომ კი, ეს უნდა ილაპარაკოს და ამ დროს იოაბის ამოცანაც ეს არის, რომ დავითი გაამეფოს და აქ ანუ გამოდის, რომ შესაძლებელი არის აბენერმა ამ თავის დიპლომატიური სვლით ამ ტრაფეის აღება და ასტროს კიდევაც და უფრო მოხერხებულად გააკეთოს. საკმაოდ ეს არის. უფრო ხელსაყრელ პირობებში არის აბენერი ამ დროს. უბრძოლულად შეიძლება რომ ჩააბაროს მეფეს. ძალიან ხო ცოტა მოგვიანებით არის, მაგრამ ახლა ამ ეპიზოდში საინტერესო არის ის, რომ იოაბი დაედევნება აბენერს. არ უნდა დაედევნოს, მაგრამ დაედევნება. და იოაბის ორი ძმა მოხსენიებული, ერთი აბიშაი, მეორე ასაელი. ეს აბიშაი რომელია, მამანდრია, იცით ჩვენ მსვენელებს რო გავახსენოთ, რომელიც დავით შეყვა საულთან, როდესაც აი ეს შუბი და ის მოპარა აბენერს რო ეძება. აბიშაისთან ერთად იყო მაშინ. და ესენი დავითის ნათესავები არიან. სამივე. არის დავითის ნათესავები არიან ისინი. ბეთლემიდან არიან იესეს. ანუ ესე თქვა მინდა მე რომ ეს ასაელი არის საკმაოდ ჩქარი მასე ის ეთყობა და ის საკმაოდ ჩქარა დარბოდა და დაეწია აბენერს და აბენერი გამოძახებს და ეთყვის ასაელს შენახარო და კი მე ვარ თავისთავად ხადია სიმბოლური ენაა ბიბლიაში. ნუ მომდევო. მე შენ ძმას რა უთხოვთ, დაგაკლავ ახლა მიწაზე და შენი სისხლის გამო შენ ძმას. ანუ რასაც აკეთებ ეს დაპირისპირებას გააღრმავებს და გაჩერდი, მე ხო მირბივარ, მე გავიქეცი, მე დავთმე ეს ტერიტორია. შენ ნუ მომდევნე. მაგრამ ასელი არ გაჩერდება, რატო? იმიტომ რომ ასელი გაჩერდეს, მაშინ იოაბი მოთხოვს პასუხს. აქ ამ დაპირისპირების პრინციპი იყო, რომ აბენერი უნდა მოკვდეს. ეს აქ თავარი. და როცა არ მოეშვა ასელი აბენერს მოუტრიალდება აბენერი და ეწია თავის თავაცხადია და დააკლავს ასაელს მიწაზე და დევნა გაჩერდება ამით სწორედ რომ მიდიოდნენ და ასაელს ხედავდნენ კუთარი ეგდო მიწაზე აღარ აგძელებდნენ ცხედართან ჩერდებოდნენ და ეს ხედარი გახდა გამოჩერდა აბენერი გამოძახებს იოაბს და ეთქვის როდემდე უნდა ჭამდეს მახვილი ხო როდემდე უნდა ჭამდეს მახვილი და როდემდე უნდა ხოცო შენი მოძმეები. კი, მაგრამ იოაბს მახვილის ჭამის მადა გაუძებული აქვს ვინაიდან. მან კი გაჩერდება, მაგრამ მე ვნახავ. ხო, თავისთავად ცხადია გაჩერდება ამ კონკრეტულ ეპიზოდში და არა ისე რომ აბენერს დაანებოს თავი. დავითის მოუვა ეს ინფორმაცია, მაგრამ დავითი იოაბის ამ ქმედებას უბრალოდ ვერაფერს დაუპირისპირებს. დავითისთვის ეს არის ფაქტი, მოჩა და გათავდა. იოაბის მხრიდან დავითმა უნდა მიიღოს ის დავითის მეფობის მთელ ისრაელზე გასამტკიცებლად იბრძვის. ჩვენ მე მგონი რომ ამ თემით ეს გადაცემა დავასრულოთ, როცა აღარ არის მეტი და წინ სხვა თხრობა გველის, რომელიც ცალკე სიუჟეტად არის განსახილველი. მადლობა მინდა გითხრა და მადლობა მინდა უთხრა მაყურებელს. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ დასაწყისზე, როდესაც დავით მეფე უნდა გამეფდეს მთელს ისრაელზე, დაბრუნდა ის იუდეაში, იუდეას მეფეა უკვე და აქ ჩვენ ვნახეთ, რომ საულის სახლსა და დავითის გარემოცვა შორის არის ტრაგიკული დაპირისპირება. ამით დაგემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. კეთილი სურვილებით. გემშვიდობებით.